პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, ოჯახის სიწმინდის დღეს. დღეს გვყავს ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წარმატებული ქალბატონი ულამაზესი ქუთაისიდან საკონდიტრო რაფაელოს ხელმძღვანელი დამფუძნებელი ქალბატონი მადო ბარათაშვილი. ის არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის, ესე ვთქვა და ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ფუნქციონირებს ქუთაისში და არა მარტო ქუთაისში და ხაზგასმით მინდა ვთქვა და აღვნიშნო, რომ მე როგორც ყოველთვის ჩემი ძვირფასი ლიდერი ქალბატონებით ვარ ძალიან მოხიბლული და მათი საქმიანობის შესახებ ისტორიები, წარმატების ისტორიები არ წყდება. მადლობა რომ დრო გამონახე და გვეწვიეთ. მადლობა თქვენი დროისთვის და მოკლედ გისმენთ ყურადღებით, აი გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ და შემდეგ გადავიდეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან ფუნდამენტურ კითხვებზე. გისმენთ ყურადღებით. დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას თქვენ მოწვევისთვის. ჩემ ორგანიზაციაზე მინდა 2-20 სიტყვით დავიწყო. ასმაგად მეამაყება, რომ ქალბატონი ვარ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი. დღეს უკვე დასაქმებული მყავს დაახლოებით 200-მდე ადამიანი, რომელიც სტაბილურად მუშაობს ამ საწარმოში. საწარმო უკვე არის დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული და იმერეთის რეგიონს სრულად აკმაყოფილებს ტკბილევლით, ასე რომ ვთქვათ. ძალიან საამაყოა იმდენად, რამდენადაც ეს არის ოჯახური ბიზნესი, ჩართულია მთლიანად მთელი ოჯახი, ჩემი ძმა, ჩემი რძალი, ჩემი შვილები ჩართული არიან ამ ყველაფერში. ვქმნით ძალიან საინტერესო და ტრენდულ ტკბილეულს. მეამაყება, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენილი, ძალიან ბევრჯერ დავდივართ გამოფენებზე, ვხებლობთ ტრენინგებში მონაწილეობას. ეხლა ხანს ვიყავით ვენაში, ვიყავით იტალიაში და მეამაყება, რომ ჩემ გუნდს აქვს შესაძლებლობა იყოს თქვას რეგიონში და არა მხოლოდ ქალბატონ ნათიას დაორგანიზებით გაკეთებულ ღონისძიებაზე. ფრიად ძალიან ლამაზი და ალბათ საინტერესო ტორტი წარმოვადგინეთ. იმერეთიდან ჩამოტანილი, რომელსაც 240 აიხაც ხედავს ჩვენი მაყურებელი. ისიც რა მაინტერესებს? ანუ თქვენ ამ შემთხვევაში ეს საქმიანობა დაიწყეთ პირადი ინვესტიციით, პირადი კაპიტალით თუ საბანკო კაპიტალია? არა, ეს იყო სრულიად პირადი ინვესტიციით, პარტნიორთან ერთად მოხდა ამ კომპანიის დაფუძნება. ეხლა წარმოდგენილია ჩვენი ულამაზესი ხეთნაკეთი ტორტები, რომლებიც დამერწმუნებით, რომ მსოფლიო ტრენდებს არაფრით არ ჩამოუვარდება. ჩვენი ორგანიზაცია უკვე ძალიან დიდ მასშტაბებზე გადის, უკვე დავიწყეთ პურის და ფუნთუშეულის წარმოება. ამბიცია გვაქვს იმაზე, რომ შევქმნათ ჯანსაღი პროდუქტი გლუტენის და შაქრის ნაკლები შემცველობით და გვაქვს უამრავი ამბიციური გეგმა, რომელშიც ჩვენი ძალიან კრეატიული გუნდი სტაბილურად არის ჩართული. დავდივართ საერთაშორისო ტრენინგებზე, სადაც ჩემ კომპანიას აქვს ამბიცია, რომ მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა დიზაინის მიმართულებით და არა მხოლოდ. რაც ყველაზე მთავარია ორგანიზაციას, რაც მე ძალიან მხიბლავს და მომწონს ხოლმე, ეს არის ის, რომ მას ყავს 90% დაახლოებით ქალბატონი დასაქმებული, ხო, 200 თანამშრომლიდან და ეს მე ვფიქრობ, რომ რეგიონისთვის არ არის მცირე მასშტაბი. დიახ და ამავდროულად აქვთ ფილიალები, რომლებიც ასევე წარმატებულად ფუნქციონირებს. ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ღონისძიებაზე ტორტი, რომელიც ახლა ეთერში გადის, ყველას ეგონა, რომ ეს იყო რაღაც ხელოვნური, ჯერ შიში გქონდა, როგორც ჩამოვიდოდა, იმგზავრებდა ქუთაისიდან თბილისში და შემდეგ უნდა განცდა იმისა, რომ როცა დაიჭრებოდა, რა მოხდებოდა, მაგრამ ეს მართლა, აი როგორ გითხრათ, უნდა უცქირო, არა მარტო დააგემონო, არამედ უნდა უცქირო, შეიძლება დასაჭრელადაც დაგენანო. მე მართლა ვამაყობ, რა ესეთი უძლიერესი, ულამაზესი გუნდის წევრი მყავს, როგორც ქალბატონი მადოა და მინდა რომ წარმატებები უსურვო მას და ვფიქრობ საინტერესო სამომავლო გეგმები ექნება და კიდე რაც ძალიან მინდა რომ ხაზი გაუსვა და დავაფიქსიროთ, რაზე ჩვენ წეღანად ვსაუბრობთ. ანუ კადრი ჯერ პრობლემა თავისთავად ცხადია კადრის მოძიება, შენარჩუნება, ეს კიდე სხვა თემაა და ყველაზე მნიშვნელოვანი კვალიფიციური კადრი, რამდენად მე ვიცი ხა არ ვარ შორს ამ სფეროსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენც ვატრეინინგებ და ვასწავლი და ასე შემდეგ და აქაც გვაქვს ჩვენ გადაკვეთის წერტილები, მაგრამ ანუ რეგიონში რამდენად მარტივად პოვლობთ კადრებს
ამას უბრალოდ მცოდნე მოყვარულის დონეზე ცხადია ვერ გააკეთებს ხო ამ ნამუშევრებს. ანუ რამდენად მარტივად არის თქვენთვის შესაძლებელი კადრი იპოვოთ და შეინარჩუნოთ. ძალიან კარგი საკითხია შესაძლებელი. მადლობა. ძალიან მტკივნეული და აქტუალური. ძალიან მტკივნეული თემაა, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონიდან, უბრალოდ არიდება სტატისტიკა. იმერეთის რეგიონიდან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი მოცულობით მოხდა მოსახლეობის გადინება, რამაც გაართულა ასმაგად კადრების პოვნა და მით უმეტეს კვალიფიციური კადრის პოვნა, ეს არის უდიდესი ტკივილი. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ უკვე წელიწადნახევარია დაიწყო ზრუნვა, მოხდა გრანტის მოპოვებაც USAID-ის დაფინანსებით და ჩვენ ვაკეთებთ უკვე საკონტროლო სკოლას, რომელიც დასავლეთის მასშტაბით იქნება ერთ-ერთი უდიდესი, რომელსაც ექნება ძალიან დიდი დატვირთვა თვითონ კადრების გადამზადების, ჩვენმა სკოლამ გაზარდა უკვე დაახლოებით 25-მდე კონდიტერ დიზაინერი, რაც იმერეთის მასშტაბით უზარმაზარი რიცხვია, ესენი გახლავთ საერთაშორისო ამაყად ვიტყვი, რომ ესენი გახლავთ საერთაშორისო დონის კონდიტერ დიზაინერები, რომლებიც არა მარტო იმერეთის მასშტაბით იტყვიან თავის სათქმას. ქალწულმედმა მეწერანაც კითხეთ და ეხლაც მინდა ანალოგიური კითხვა დაგისვათ. თუმცა პასუხი უკვე ვიცი, რაც შეიძლება მითხრათ. რამდენად ალბათ არ გეგმავთ, გქონდეთ ფილიალი თბილისში. თქვენ კონკურენტი რო არ გყავთ, ამაზე არ ვდაობთ და ეს არ ვიხილავთ ამ თემას. უბრალოდ ალბათ სამართავად რთული იქნება მართოდ კიდე ერთი დამატებითი ფილიალი თბილისში და რაფაელოს კონდეს ფილიალი თბილისშიც ალბათ. არა, არ განიხილება რეგიონიდან გასვლა, ეს მასშტაბები აბსოლუტურად მისაღებია ჩვენთვის, სხვა მიმართულებით განვითარება არის ჩვენთვის ორიენტირი. ამჟამად გეგმავთ, რომ კვების მიმართულებით ჩაუშვათ რამოდენიმე ხაზი, პურფუნთუშეულის მიმართულებით და ჩვენი საკონტროლო აბსოლუტურად დაჯერდება, ასე რომ ვთქვათ, იმერეთის ბაზარს. ანუ თქვენ გინდათ, რომ მხოლოდ იმერეთის რეგიონმა ეს ფუფუნება შეიგრძნოს და დატკბნენ და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში ისევ მოგმართოთ. მოგმართოთ ოპერატიულად დაგეხმარებით ავეცილებლად. მე რა მაინტერესებს თქვენ ახსენეთ წეგან შეეხეთ რა რამდენი ადამიანი ხართ უშუალოდ დასაქმებული? სამდენო ეს არის სეზონური მაგრამ 200-მდე ადამიანი. სხვათა შორის აი მე მაინტერესებს აი ნებისმიერი ქართული კომპანიისთვის თან მithumetes თქვენ ახსენეთ რომ ევროპის მიმართულებითაც ძალიან აქტიურები ხართ და აპირებთ იგივე ევროპული ბაზრის მიმართულებითაც განვითარებას. მაგრამ მეც რა მაინტერესებს აი სტანდარტიზაციის კუთხით აი ქართული წარმოება, ქართული ბიზნესი აი ევროპულ თამასას რამდენად აკმაყოფილებს და აი თუნდაც იგივე სტანდარტი, სერტიფიცირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი ყოველთვის მოყავს ხოლმე ევროპული მაგალითები, მაგრამ არ არის საჭირო მარტო ევროპული მაგალითების მოყვანა, როცა საქართველოში შეიძლება რომ დაიწეროს ძალიან კარგი წარმატების ისტორიები, რისი ილუსტრაციას თქვენ მზადდებით ეხლა თქვენი საქმიანობით. აქედან გამომდინარე მე მაინტერესებს აი სტანდარტიზაციის კომპონენტი როგორ არის და აი შესაბამისი სერტიფიცირება, ხარისხი, ნორმატივები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი რამდენად ევროპულია მარტივად რომ დავსვა კითხვა. ძალიან კარგი კითხვა, უბრალოდ არასწორად იყო აქმული ევროპის მიმართულებით. მე აღვნიშნე, რომ ჩემ კადრს შეუძლია ნებისმიერ ევროპულ საკონდიტროში მქონდა პრეცედენტი, ჩემი ერთი თანამშრომელი ხა ამ წუთში მუშაობს. კადრები იმდენად, რამდენადაც ჩვენი ქვეყანა ალბათ ძალიან დიდხანს ვერ დაიწევა ევროპულ ანაზღაურებას სამწუხაროდ, იმდენად, რამდენადაც ეხა ხან ვიყავით სიგეპის გამოფენაზე იტალიაში. რომელსაც ჰქონდა უამრავი საკონტროლო ნაწარმი წარმოდგენილი. მე შემეცოდა ჩემი თავი, ჩემი ქვეყანა და ჩემი კომპანია, რომ არ ვიყავით აქ წარმოდგენილები, როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ გამოფენის, რადგანაც იქ არაფერი არ მინახავს, რასაც ჩემი კონდიტერები ვერ შეძლებდნენ, ვერ გადალახავდნენ. ჩვენი მხოლოდ ამას აქვს დადებული, რომ ამაყად ვიტყვი, ჩემი გოგონები არიან სოფლიო დონის კონდიტერები. რაფაელო, ძირითადად ყურადღებას უთმობს ფრანგულ მხარეს, ფრანგულ ხაზს, დიზაინერ მიმართულებას. დიახ, და კიდევ კლასიკური მიმართულებაც გვაქვს, ტრადიციული. კლასიკურს ვერ დავივიწყებთ, ტრადიციულს. ტრადიციული ეს ეგრეთ წოდებული მედოკი და ზღაპარი არის ჩვენი ბესტსელერი, ესე რომ ვთქვათ და ძალიან საყვარელი პროდუქტი, მაგრამ ჩვენ ვავითარებთ სხვა მიმართულებებსაც, ამაში კომპანია დებს ძალიან დიდ რესურსს, როგორც ფინანსურს, ასე
ადამიანურ რესურსს, რომ განვითარდეს სხვა მიმართულებები, ვაჩენთ ბაზარზე ახალ ჩვენ თვითონ ვდებთ პროდუქციას, რომ მე ნენელა გაჩნდეს მოთხოვნა და მომხმარებელმა სხვა გემოები შეიცნონ, სხვა დონის მოთხოვნა გაუჩნდეთ და ასე შემდეგ. იცით რა მაინტერესებს? ანუ თქვენი მომსახურებით შეიძლება მხოლოდ ადგილზე მოსვლა და ადგილზე შეძენა ამ პროდუქციის თუ გაქვთ ეხლა როგორც ასევე მოდურია ადგილზე მიწოდების სერვისი თუ შეიძლება სადმე კაფეში, რესტორანში შევხვდეთ თქვენი ნაწარმი? კომპანია ფლობს ერთ კაფეს, ვაფართოვებთ უკვე სწრაფი მიმართულებით მეორე კაფე დაგვემარტება ამ თვიდან და სექტემბრიდან უკვე გვექნება მიწოდების სერვისი, რომელიც აქტიურად ჩართულია უკვე ამაში. და სამართლია განთავსებული. ჩვენი კომპანია გახლავთ ქუთაისში, გუგუნავას 5-ში, სადაც უამრავი ბედნიერება იქნება ყოველდღიურად. ძალიან მაგარი საქმიანობა არის ნამდვილად და არ ვიცი ხა ჩვენი პარტნიორობა როცა იწყებოდა ნადია თქვენ ახსენეთ რომ თქვენ გექნებოდათ ამოუწურავი თემები გამართლდა მე მგონი სანაძლეო მაშინ არ დაგვიდია თორე წავაგებდი ნამდვილად ნათია შათილიშვილს ძალიან დიდი მადლობა საინტერესო კონტენტის ორგანიზებისთვის როგორც ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის და გისურვებთ წარმატებებს და უკვე მსოფლიო ასპარეზზეც ქართული ხაზების და შტრიხების განვითარებას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებთ ულევ წარმატებას მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით და მოკლედ ველით თქვენგან ასევე ძალიან საინტერესო სტუმრებს